ტრამპი და ზელენსკი შეთანხმდნენ მინერალების, იშვიათი მინერალების შეთანხმებაზე მოაწერენ ხელი. და ვრცელდება ინფორმაცია, რომ 28-ში ამ კვირის ბოლომდე ზელენსკი ჩავა ამერიკაში და იქ მოაწერს ხელს ამ მინერალების შეთანხმებას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეს ამბავი არის მომავალი ომის დასრულების, აი მიმდინარე ომის დასრულების საფუძველი. ტრამპის განმოსახედიდან რომ შევხედოთ სიტუაციას, ტრამპს ზუსტად იცის რის შესაძლებლობა აქვს რუსეთს, რის შესაძლებლობა აქვს უკრაინას. და იცის რომ ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, სანამ ევროპა დაჩმორებულ მდგომარეობაშია და ზელენსკის დახმარება კი არა, რა ვიცი, რუსეთი რო დაესხას თავს, შეიძლება თავი ვერ დაიცვას. არ აქვს ის შესაძლებლობები, მოკლედ ამერიკის დახმარებაზე და ამერიკის უსაფრთხოების ქოლგაზე იყვნენ დამოკიდებულები და სამხედრო ხარჯები ჰქონდათ მთელი ეკონომიკის თითო პროცენტი. ეს ყველაფერი ზუსტად ესმის ტრამპს, ასევე ესმის რომ ის იდეა რომ ომი ასე გაგრძელდეს, როდესაც არც საკმარისი იარაღს აძლევ ზელენსკის რომ რაღაცა იქით შეუტიოს წესიერად და არც ამ იარაღის მიწოდებას უწყვეტ რომ რაღაცა თქვათ დამთავრდეს ომი და პირიქით რაღაც რუსეთმა მოიგოს, ანუ არც ერთი ეს გზა არჩევადი რო არ არის, იმიტომ რომ ორივეს თავის პრობლემები აქვს ტრამპისთვისაც მათ შორის, იმიტომ რუსეთმა რო მოიგოს ტრამპი მაშინ ვინ არის ამ სოფლიოში, ხო? ტიპი თავი წარმოუდგენია სოფლიოს პრეზიდენტად, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძლიერი ადამიანი სოფლიოში და პუტინმა იქ რაღაცა შუა ევროპაში როგორ უნდა მოიგოს ომი, ხო? მაგრამ იმასაც ვერ აკეთებ, მათ შორის ქვეყნის შიგნით მოსახლეობის განწყობის გამო, რომ უბრალოდ თავზე დააყარო ზელენსკის იარაღი და ფული, ხო? ამიტომ ამ სიტუაციაში ყველაზე ჭკვიანური გამოსავალი ჩემი აზრით არის სწორედ ის გამოსავალი, რომ მოიგონეს თუ დაინახეს შესაძლებლობა ამ უკრაინის წიაღისეულის გამოყენებისა და რას ნიშნავს უკრაინის წიაღისეულის გამოყენება. ეს შეთანხმება ახლა ამერიკელი გადახდელებისთვის გაფორმდება როგორც რომ ჩვენ უკრაინას უბრალოდ თავზე კი არ ვაყრით ფულს და იარაღს თქვენ წაგართვით წლების მანძილზე და ახაც გართვით. არამედ აი დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამერიკა ამ ყველაფრიდან მიიღებს სარგებელს და ის ფული, რომელიც მან დახარჯა, ასე ვთქვათ, უკრაინის შენარჩუნებაში, როგორც სახელმწიფოსი, სინამდვილეში წყალში გადაყრილი ფული კი არ არის, ან რაღაცა იქ კორუფციამ რო შეჭამა ნახევარი იმ ფულის და ასე შემდეგ. მათ შორის ამერიკულმა კორუფციამ ცალკე ჭამა და უკრაინულმა კორუფციამ ცალკე ჭამა და შუაში ევროპამ კიდე რაკნაკაცმა არ იცის. არამედ ის რომ ამ ყველაფერი დილიდან ამერიკა მაინც თავის სარგებელს მიიღებს. ოღონდ ყველაფერი ამ შეთანხმების სადავე და სილამაზე ის არის, რომ ეს მინერალები, რომელზეც მათ შორის შეთანხმდნენ ზელენსკი და ტრამპი, ამ მინერალების დიდი ნაწილი არის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა არის რუსეთის მიერ ოკუპირებული. ანუ გამოდის, რომ ასეთ რომ მოვხაზოთ რა შეთანხმება მიიღწევა, გამოდის რომ ახლანდელი ოკუპირებული ტერიტორიების რაღაც ნაწილი, რომელზეც არის ეს მინერალები, ამ ნაწილში ჩადგება ამერიკული ეკონომიკური ინტერესი. მათ შორის შეიძლება არ გამორიცხო რომ იქ რაღაცა სამხედრო წარმოადგენლობაც დაემატოს იმისთვის რომ დაიცვან, რა ვიცი, ურანის მომპოვებელი ამერიკული კორპორაცია, რაღაცა ამერიკულ-უკრაინული კორპორაცია, რაღაც მასეთი სიტყვაზე. და ეს რაღაც ტერიტორია გამოვა რომ დაბრუნდება უკრაინის იურისდიქციის ქვეშ, იმიტომ რომ ის ფონდი, რომელიც შეიქმნება ამ შეთანხმების შედეგად, იქნება უკრაინულ-ამერიკული. არა მარტო ამერიკული, არამედ უკრაინული. შესაბამისად, უკრაინის იურისდიქცია გავრცელდება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილში მოექცა. ამ შეთანხმების ნაწილი ასევე იქნება, რომ სანაცვლოდ რას მიიღებს ჟურნალისტს ეკითხებიან გუშინ ტრამპს და სანაცვლოდ ზელენსკი მიიღებს 350 მილიარდ დოლარსო და უამრავ იარაღს. ანუ ამ შეთანხმებით გამოვა სიტუაცია, რომ ზელენსკი მზადა ომი დაამთავროს და ომის დამთავრების წინააღმდეგი ახლად ვინმე თუ დარჩება პუტინი და პუტინი თუ ამ შეთანხმებას, რაც ზელენსკის და
ტრამპს შორის დაიდო არ გამოყვება და არ იტყვის რომ ოკეი ეს რაღაც მიწა ისევ დაიბრუნეთ ბიჭებო გამოვა რომ ტრამპს ექნება ყველა არგუმენტი მათ შორის ქვეყნის შიგნითაც თავის ქვეყნის შიგნითაც გაправებული რომ რაც კი იარაღიან ფული მოუნდება ზელენსკის მერე მისცეს და ამ ომში უკვე ძალით დაახევინოს რუსებს უკან რომელიც ეხლა რაღაცნაირად ვერ ხერხდება ასე რომ ის რაც გუშინ მოხდა სინამდვილეში არის ომის დამთავრების აუცილებელი წინასწარი კომპონენტი რომლის გარეშეც ტრამპს გაუჭირდებოდა სულ რომ ძალიანად სურვილი ქონოდა ზელენსკისთვის დახმარების იმ ტემპში გაგრძელება პოლიტიკურად თავის ქვეყნის შიგნით რო გაეправებინა. ასე რომ მოკლედ კარგი ამბავია, ძალიან სწორი მიმართულებით გადადგმული ამბავია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ეს ამბავი იმას თუ რამდენად ტყვანები იყვნენ ის ხალხი რომლებიც ტრამპის რაღაც განცხადებებზე იძახდნენ რომ ის პრორუსიაო. ამ ყველაფერს ამ სიტუაციასაც ეხლა რაც ხდება უკრაინაში უნდა შევხედოთ არა განცხადებების დონეზე, არამედ საქმეების და ქმედებების დონეზე. განცხადებების დონეზე აუცილებლად თქვენ ნახავთ მათ შორის ამის შემდეგაც კი თქვენ ნახავთ ისეთ განცხადებებს რომლებიც პუტინს აძლევს ამ სიტუაციიდან რაღაცა სახის შენარჩუნებით გამოსვლის საშუალებას. ოღონდ თქვენ უნდა გახსოვდეთ რომ ეს ყველაფერი არის პიარი. პიარი იმიტომ იმის გამო რომ რაც არ უნდა შეთანხმება შემდგარიყო ამერიკელებს და რუსებს შორის ამ შეთანხმების ნაწილი იქნებოდა რომ ოკეი რუსები იტყოდნენ ჩვენ რაღაცა გავალთ აქედან გავალთ იქიდან დავთმოთ ამას ოღონდ ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს ჩვენი ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციაში პოლიტიკურ დესტაბილიზაციაში იმისთვის რომ ეს არ გადაიზარდოს საჭიროა რომ ეს შეთანხმება გავყიდოთ როგორც რუსების მოგება ყოველ შემთხვევაში არაწაგება და რუსების არაწაგება თუ უნდა გაყიდო რამე შეთანხმება მაგრამ რეალურად ფაქტობრივად გამოვა რუსები უკან დაიხევენ და რაღაცებს დათმობენ მაშინ გამოდის რომ შენ გჭირდება რაღაცა PR კომპონენტი მთელ ამ პროცესისთვის PR კომპონენტი რომელიც აჩვენებს რამდენად რუსებმა რაღაცა ვითომ ამ ყველაფრისგან მოიგეს და როგორ ძლიერები არიან და როგორ უკან დაიხია ზელენსკი და როგორ არ არის ზელენსკი პუტინის ტრამპის თვალში კაი კაცი და ასე შემდეგ მოკლედ აი რაც კი რამე კრიტიკას გაიგებთ უკრაინის მიმართულებით ჯერ გაატარეთ ის ფილტრი რომ ხომ არ არის ეს იმ შეთანხმების ნაწილი და პიარის ნაწილი რომ რუსებმა ქვეყნის შიგნით შეინარჩუნონ სახე პუტინმა რაღაცა თავის ამორჩეულს და თავის მოსახლეობას უთხრას რომ აი მე როგორი ძლიერი ვარ ტრამპი დამიჯდა პირდაპირ და ერთ-ერთზე რაღაცა მოვილაპარაკეთ და ზელენსკის თავზე ხელს კი არ უსვამს კაცო იმასაც ურტყამს ნახეთ რას უშვება ნახეთ რა დიქტატორს ეძახის ამიგე ხო და ამ ყველაფრიდან ზელენსკიმაც წააგო ბევრი აი ეს რომ გაიყიდოს ამისთვის ამ თამაში შეიძლება თავისუფლად წაყოლოდა ტრამპი ოღონდ თავარი იქნება რას მოაწერენ საბოლოო ჯამში ხელს მხარეები რუსეთი და უკრაინა აი ეგ იქნება მთავარი სანამ არ ნახავთ რას მოაწერენ ხელს არც ერთი განცხადება ტრამპის არც ზელენსკის და შეიძლება არც პუტინის არ იყოს რეალობის ამსახველი და ყველაფერი ემსახურებოდეს იმას რომ მოდი აი მე კი დავთმობ პუტინის ძახის მაგრამ სამწუხაროდ ისე უნდა შევფუთოთ ეს ყველაფერი რომ მე არ დავთმე ხო და აი შეხედეთ ხოლმე რა სისულელეა მართლა ტრამპს ეძახო პრორუსი მართლა სისულელეა და ერთ მაგალითით დაგიმტკიცებთ ამას მთელი რუსული სამხედრო სიძლიერე დგას რუსულ ენერგოწიაღისეულზე გაყიდიან ბევრ ნავთობს და გაზს ძლიერები იქნებიან რუსები საბრძოლო ველზე ვერ გაყიდიან ვერ იქნებიან ძლიერები ტრამპმა გადაწყვიტა და მგონი ხელიც მოაწერა იმას რომ drill baby drill ანუ ამერიკული დაკონსერვებული ხელი რო არ ვახლოთო იმ ნავთობ მარაგების გახსნაზე და
ამერიკა აპირებს გახდეს მთავარი ექსპორტიორი და გამყიდველი ნავთობის და გაზის. ეს არის პირდაპირი დარტყმა რუსეთზე და რუსეთის ყველაზე მეტად დამასუსტებელი ნაბიჯი, რაც კი ოდესმე ვინმეს გადაუდგამს. ამაზე რუსეთის და მეტად დამასუსტებელი ნაბიჯი არავის არ გადაუდგამს არასდროს. მაგკაცი იძახიან ეს არის პრორუსია, ну რავი, ორი ღერი ტვინი თუ გაქვს ადამიანს ორი მასტერკა. მიხვდები რომ ეგრე არ არის. ახლა მთავარი არის გაჩერდეს ის მართლა უაზრო ომი და უაზრო იმიტომ არის რომ მათ შორის ორივე მხრიდან რაღაცნაირად უბრალოდ უაზროდ იხოცება ხალხი. აქეთ უკრაინას იმდენად არ ეხმარებიან რომ უაზრო აზრიანი გახდეს და იქით მიაწვნენ და რუსეთი მართლა ხორცის საზრაბაზე ხორცად ყავს თავის ხალხი ნაქცევი და ეს როგორმე უნდა დამთავრდეს.